თქვენ ასევე აკრძალავს უპირებთ პარტიებთან დაკავშირებულ პირებსაც, ხო, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებსაც ეუბნებით, რომ პოლიტიკური საქმიანობა უნდა შეეზღუდოთ. აი, მაგალითად, მაშინ ნათია თურნავას არ უნდა შეეზღუდოს პოლიტიკური საქმიანობა, ან გივი მიქანაძეს. ნათია თურნავას და გივი მიქანაძეს მე მგონი ქვეყნის წინაშე დანაშაულებები არ აქვთ. ამბობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებს უზღუდავთ საქმიანობას და ისინი იყვნენ მინისტრების მოადგილეები ნაციონალური მოძრაობის დროს. ბატონო, მე რა პარტიების გაქრობით წინააღმდეგობასაც გააქრობთ, ასე ფიქრობთ? საზოგადოების წინააღმდეგობასაც გააქრობთ პარტიების გაქრობით? საზოგადოების წინააღმდეგობას ესე ვერ გააქრობ, მაგრამ არ არსებობს საზოგადოება. ეს არის ერთი მუჭა ადამიანების, რომელსაც ხედავთ რამდენი არიან. 5000, 7000 კაცი ზოგი დაინტერესებული, ზოგი ვერ არის კარგად, ეხა ბოლოს ყველამ თქვა რომ თქვენი დათვლითაც კი 2024 წლის არჩევნებში 100,000-ობით ადამიანმა დაუჭირა მხარი ოპოზიციას, ხალბატონ ეკა. საზოგადოება არ არსებობს, რას ნიშნავს? ოპოზიციას 100,000-ობით ადამიანმა დაუჭირა მხარი. შემოსული ხარ პარლამენტში. და ჩაულებრად ყოფილი. ამ ადამიანებს რას ეუბნებით? რომ მათ აღარ უნდა ჰყავდეთ ძალები, რომლებსაც აირჩევენ? პარტიები შეიქმნება და დაუჭირონ მხარი.